განსაკუთრებული ეპიზოდია ჩემთვის და ალბათ მთელი ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვების ავტორი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. არ ვიცი, ვახო ლოლუას ამ მართლაც სასწაულ გამოსვლას როგორ გაიხსენებენ შემდეგში, მაგრამ ეს არის მართლაც ისტორიული გამოსვლა. ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ყავს ჩვენ სტუმრად, მოკლედ ადამიანი, რომელმაც ჯერ თავისი ემოციებით დაგვამახსოვრა თავი და შემდეგ უკვე იმ საოცარი სიტყვით, რომელიც იმ დღესვე თქვა და მართლაც ამ მომენტსაც დაუბრუნდებით, ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტია ქართული სპორტის ქომაგებისთვის. ვახო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ, რომ ვიცი, რომ საოცრად დაკავებული ხარ, ძალიან ბევრს უნდა შენი ხელში ჩაგდება, მოდი ესე ვთქვათ. პირველ რიგში, აი დღეს თუ აცნობიერებ უკვე რამხელა რაღაც გააკეთე და რამხელა სიხარული მოუტანე თელს ქვეყანას. მოგესალმებით პირველ რიგში. საქართველოში სანამ ჩამოვიდოდი, ცოტა ემოციები მქონდა ის რომ სოფლიო ჩემპიონი ვიყავი, მხვდებოდა ხალხს. ცოტა ემოციები მქონდა? ხო, ანუ გამარჯვების ემოციები მქონდა. გააზრებული არ მქონდა რომ სოფლიო ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ საქართველოში რო ჩამოვედი, ბევრი კომაგი დაგვხვდა ძალიან. და რავი, ჩემზე ძალიან კარგი ზეგავლენა მოახდინა და რავი, მიხარია რომ პატარა ბავშვები სპორტით არის ძალიან ბევრი დაკავებული, ძალიან ბევრი ალბათ ამის შემდეგ კიდე დაკავდება და მიხარია რომ მაგალითს, ანუ ცოტა ისე არ გამომივიდეს, მაგრამ მეც მაგალითებით მოვდიოდი, როგორც ნუგზარ წურწუმია რო იყო სოფლიო ჩემპიონი, მეც მინდოდა რომ სოფლიო ჩემპიონი გამختارიყავი და მინდა რომ მაგალითი მივცე ბავშვებს, რომ შრომით ყველაფერი შეიძლება მიაღწიო, ყველაფერს მიაღწევ. ვახო შეdaხვედრა ახსენე და ეხლა ჩემთვის ძალიან კარგად ცნობილია სამეგრელოს ამბავი, დედულეთი ჩემი სამეგრელოა და ძალიან მიყვარს იქაურობა, მაგრამ მოდი მითხარი ხობში რა ხდებოდა, როდესაც შენ ჩაგიყვანეს თან, როგორც ვიცი, ეგრევე აეროპორტიდან გაგაქრეს და ხობში იყავი. აი, ხობში რო ჩავედით, ჯერ აეროპორტში დავხვდა ხობიდან ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ხობში რო ჩავედით, აი ძალიან ბევრი ახალგაზრდები იყო, ძალიან ბევრი და აი ძალიან გამიხარდა რომ თურმე ძალიან ბევრ ადამიანს თავი შევაყვარე და ჩემი წარმატება ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდა. და რავი, ძალიან თბილად დამხვდნენ და რა ვიცი, მართლა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი გახარებული ვიყავი მაგ დროს, როცა ქუჩაში გადიხარ და ბავშვები ხვდებიან ისე რომ აი ვახო, აი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ შემდეგ ასპარეზობებზეც იგივე სინჯის მედლები ჩამოუტანო ჩემს ხობელებს და მთლიან საქართველოს. აი მართლაც წარმოუდგენელია, მე გითხარი კიდევაც წეღან, რომ ჩემი შვილის ტოლი ადამიანი ხარ და მართლაც ძალიან საამაყოა ამას საგში, რომ უკვე აი შენ თავს პოულობ, არა მხოლოდ შენ თავს, არამედ ესეთ გზაზე მიდიხარ. აი მოდი ამ გზით დავიწყოთ. რამდენი რთული იყო ვახო ლოლუას გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე? ჭიდაობაში ვარ 9 წლიდან დაკავებული. და რავი, ძალიან დიდი შრომა იყო ამ ყველაფერში შადებული. ძალიან დიდი ტრავმებიც იყო. და რა ვიცი, მწვრთნელებმა ძალიან ბევრი იმუშავეს. თითოეულმა მათგანმა ჩემში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემ გამარჯვებაში. მადლობას ვუხდი მათ. ჩემ პირად მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელებს. აი სირთულეები დღეს რა გახსენდება, რაც დაძლია, რასაც ამბობდი, რომ მე ამას მაინც გავაკეთე. ვარჯიშზე წასვლის დაუშვათ შესაძლებლობაც არ იყო იქ, ფინკას შეძენის ისაც არ იყო აი ეგეთ. იმიტომ ჩვენ არ ვცხოვრობ დიდარ ქვეყანაში და მით უმეტეს რეგიონებში ვიცით რაც ხდება. მოგახსენეთ, მე ფოთში ვცხოვრობდი სამეგრელოში და ფოთიდან ხობი დაახლოებით 40 წუთის გზა არის და ყოველ დღე 1 წლის განმავლობაში ყოველ დღე მიწევდა ფოთიდან ხობში სიარულის ავარჯიშოთ, იმიტომ რომ ფოთში ვსწავლობდი, სკოლაში ვსწავლობდი. და სკოლის მერე ვარჯიშზე მივდიოდი ხოლმე. ძალიან რთული იყო ის სკოლის მერე რომ ვარჯიშზე მიდიხარ, ძალიან დამღლელია, თან მერე 1-2 საათი მაინც გიწევდა ვარჯიში. და რავი, ეგ მახსენდება ყველაზე დიდი სირთულე და რავი, ალბათ შემდეგი ტრავმებია და მეტი რა ვიცი. მადლობას ვუხდი ჩემ ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ
ყველა პირობა შემიხნეს იმის რომ აი ეგ უნდა მეკითხა ოჯახი არის ყოველთვის უმთავრესი აი რამდენად გძნობდი იმ თანადგომას მიუხედავად სირთულეებისა აუცილებლად იქნებოდა იმიტომ რომ ყველას გავლილი გვაქვს ეს რთული ცხოვრება რამდენად გძნობდი რომ ამ სირთულეების მიუხედავად ოჯახი შენ გვერდზე იყო იმიტომ ეს მთავარია ჩემს ოჯახს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღეს თუ მე აქ ვარ მათი დიდი დამსახურებაა ჩემი წარმატება ძალიან უხარია, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან. მადლობას ვუხდი დედაჩემს, მამაჩემს და ყველა ჩემს ოჯახის წევრებს. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამარჯვებას წვლილი შეიტანა, პატარა წვლილი მაინც. და რა ვიცი, ვეცდები რომ მათი გული მუდამ გავახარო. მაგრამ ფაქტია რომ განსაკუთრებული მადლობა მაინც დედას უთხარი. ეს ყველამ ნახა უბრალოდ და ეს იყო ისეთი ემოცია, აი ახლაც დამფუძგლა, მე მგონი ცრემლის გარეშე რომ ადამიანი ვერ შეხედავდა. ძალიან ნერვიულობდა დედაჩემი, იმიტომ რომ ჩემს ყველა ასპარეზზე თითქმის ახლა დაიწყო ჩემს ასპარეზობებზე ყურება. ვერ უყურებდა? მანამდე ვერ უყურებდა და რავი, რა უყურა ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ყველაფერს და უბრალოდ არ მინდოდა რომ ენერგიულა და ვიცოდი რომ ძალიან გახარებული იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნერვიულობდა რომ რავი, დედა რა და ნებისმიერ რამეზე შეუძლია ენერგიულოს. და მადლობას ვუხდი დედაჩემს რა, იმიტომ რომ ძალიან ემიგრაციაში იყო კიდე 1-4 წელი და რა ვიცი მე გავიგე რომ შენ იმდენად კარგი შვილი ხარ რომ პირველი გამარჯვება როცა მოიპოვე და შენ რაღაც შენი თანხა გაგიჩნდა პირველი ეგ გააკეთე ზუსტად დედას თხოვე რომ ჩამოსულიყო. დიახ, დედაჩემი ჩამოვიყვანე, იმიტომ რომ ყველა შვილის ოცნება ალბათ ვინც ემიგრაციაში ყავს მშობლები რომ მშობლები მამა დედა არ აქვს მნიშვნელობა რომ ის გვერდით იყოს. და რავი, ჩემი პირველი პრემიით და იმით დედაჩემი ჩამოვიყვანე და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. და აი სატელეფონო ზარსო დაუბრუნდე მოვიგე დედა მოვიგე შენეუნებოდი წინა დღესაც გქონდა ეთყობა საუბარი ხო სიმართლე გითხრა წინა დღეს არავის არ ვურეკავ ხოლმე იმიტომ რომ ტელეფონში რო შედიხარ და მით უმეტეს ფინალური ბლოკი როცაა მაშინ ძალიან ბევრი SMS-ები მოგდის რომ გილოცავ ფინალში გასვლას რაღაცა და უბრალოდ აი უკვე აღარ ხარ ჩემპიონატში ჩართული და უკვე გადიხარ ჩემპიონატიდან და სიმართლე გითხრათ რომ ტელეფონი საერთოდ არ ამიღია სანამ ჩემპიონი არ გავხდი მანამდე ტელეფონი არ ამიღია ფინალის შემდეგ პირველი დედას დაურეკე რა თქმა უნდა აი ეს უნდა კითხო ფინალში გახვედი მაგრამ მივხვდი რომ ეს ის არისო რისთვისაც იქ იყავით ჩასული უკვე მივხვდი რომ მეტი შეგეძლო აი სიმართლე გითხრათ იქ ვიყავი ჩასული საბრძოლველად იმიტომ რომ ჩემი დებიუტი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და მინდოდა რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებია რაც მე შემეძლო და რა ვიცი, კარგად ვიყავით მთლიანი გუნდი მომზადებული. მადლობას ვუხდი ჩვენ მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ფედერაციას მადლობას ვუხდი, სპორტის სამინისტროს, იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ და რავი, ჩვენზე არიან გადაყოლილები, რომ რამე ელემენტარული რამე მაინც არ მოგვაკლდეს. შეკრებებს გავდივართ უცხოეთში. და რავი, მადლობა მათ, იმიტომ რომ ეკუთვნით მაგ ადამიანებს, რომ ერთი ჩემპიონი მაინც ყავდეთ მინიმუმ ნაკრებში, იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას ხედავენ ამ ყველაფერში. აუცილებლად უნდა კითხო იმ ახალ ფორმატზე, უკვე რაღაც 10 წელია შეიცვალა და ესე მიდის ფინალური ბლოკი მეორე დღეს არის უკვე. აი გახვედი ფინალში. მე თუ მკითხავ საკმაოდ რთულია ეს მეორე დღე გაცილებით რთულია, იმიტომ ფსიქოლოგიურადაც უნდა მოხარშო რომ რა შედეგს მიაღწე, რა ქენი. აი როგორ არის ეს ერთი დღე რომ მოგვიყვე აი შენ თავთან, იმიტომ რომ მენტალურად ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგრად იყო. მოგახსენეთ 55 კილოში რამოდენიმე კილოს დაკლება მიწევს ხოლმე. და ჩემთვის კარგი იმიტომ არის რომ დილით როცა ავიწონებით 8-9 საათი გვაქვს ასაღდგენად უკვე დრო რომ ანუ ისევ შენ ძალებში ჩადგე ხო? ამ ხრივ კარგია, რავი ზოგისთვის როგორ ჩემთვის მეორე დღეს კარგია. ფსიქოლოგიურად ვეწყობი, არაფერზე წეღან თქვი რომ ტელეფონს სპეციალურად არ ვიღებ, მეთქი რომ გონება არ გამეფანტოს და რავი ვისვენებ ხასიათი მომყავს, რავი ჩემ თავს ველაპარაკები მარტო და რა ვიცი. და ფინალიც რა თქმა უნდა ირანელი სპორტსმენი, საკმაოდ ძლიერი სპორტსმენი, მათაც ძალიან უნდოდა რა თქმა უნდა მოგება. თვითონ აი ეს ფინალი როგორ წარიმართა აი შენთვის, აი როგორ იხსენებ დღეს უკვე აი ემოციები რო გადადო გვერდს. მოგახსენებთ მსოფლიო ჩემპიონატია, ძალიან რთული შეჯიბრია. ძალიან რთული მოწინააღმდეგეებია თითოეულ წონაში.
და რავი ძალიან მაგარი ბიჭი იყო. აი იგივე ხალიჩაზე გასვლის წინ რაღაცა ემოცია ქონდა შენი თავის გამხნევების რაღაცა გავს რიტუალი. წნელი მეუბნებოდა რომ შენი მაქსიმუმი გააკეთე და არ იფიქრო წააგებ თუ მოიგებ შენი მაქსიმალური გააკეთეო რაც შეგიძლიაო და შედეგი რა თქმა უნდა იქნებაო და ეგ იყო ჩემი მიზანი რომ ჩემი მაქსიმალური გამეკეთებია და შედეგიც რავი მივიღეთ. შედეგი ეს არის. მადლობა უფალს. აი როდესაც უკვე წამების ათლა დაიწყო და შენი რეაქცია იყო საოცარი აი გახსოვს რასაკეთებდი მობილში? არა, საერთოდ არაფერი არ მახსოვს. თრელმა რო გადამაგდო, აი ის სად ვიყავი მე თვითონ არ ვიცოდი. ის ვიცოდი რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მაგრამ გააზრებული მაინც არ მქონდა ბოლომდე. აუცილებლად უნდა გითხრა შემდგომი მე თქვი კიდევაც რომ ძალიან ემოციური იყო უკვე შენი შემდგომი მიძღვნები და ამ თემას ვერც გავეგზავნით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დანაკარგი რაც ქართულ სპორტს ბოლოს განუცდია მით უმეტეს ძალიან მაგარი სპორტსმენის და ძალიან ახალგაზრდის შენი მეგობრის და უფროსი მეგობრის ესე ვიტყვი ნუგოს ხსოვნას და შენ ჩახვედი თუ არა ხობში მისაფლავზეც მიიტანე ეს ოქროს медаლი ანუ ხობის ეს ტრადიცია ამწონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის შენ გააგრძელე აი რას ნიშნავდა ეს მიძღვნა და ეს ემოცია შენთვის საქართველოს ჩემპიონატზე ვაპირებდი 60 კილოში ჭიდაობას ანუ არ მინდოდა დაკლება მაგრამ მომენტალურად ბოლო რამოდენიმე კვირაში გადავიფიქრე რომ იქნებ ამ ერთხელ დავიკლებ და რავი ჩემ მაქსიმალურს ვიზამ რომ ჩემი უფროსი მეგობარი უფროსის მაკაცი გავახარო მეთქი და საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა წარმატებით შემდეგ შეჯიბრება მქონდა იქაც ვერცხლის медаლი ავიღე შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი სადაც ბრინჯაოს медаლი ავიღე და ეგ იყო ჩემი დებიუტი რა და უკვე ასე თუ ისე დამკვიდრდი რა და შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ვიასპარეზე და კი მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი და რავი ალბათ იქიდან მაძლევს ზალას რა ალბათ ასეა რა იმიტომ რომ მე თვითონ არ მეგონა რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი და რა ვიცი მე ვიცი ხობში ძალიან დიდი ტკივილი იყო ეს ნუგოს რა მართლა რაღაც საოცარი ამბავი ძალიან დიდი ტკივილი გამოიწვია ყველა ხობელში მაგრამ ალბათ შენთვის განსაკუთრებულიც იყო ეს იმიტომ რომ ის სპორტსმენი იყავი რომელიც მასთან ახლოს იყავი მეზობლები იყავით მიყვებოდი მის გზას და ალბათ რაღაც სხვა რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ხობში საერთოდ აი მომენტალურად მოხდა წინა დღეს დარბაზში იყო მოსული გავიდა დარბაზიდან ვივარჯიშა და მეორე დღეს ასეთ რაღაცა გვესმის რომ ნუგზარ-წურწუმია გარდაიცვალაო და რავი შოქში ვიყავით ყველა არ ვჯეროდა და რავი უკვე რომ მართლა ვნახეთ რომ გარდაიცვალა ძალიან დიდი ტრაგედია იყო და ძალიან დიდი ემოციურად შეხვდა ყველა რა თქმა უნდა ნუგზარ-წურწუმია სპორტსმენი რომც არ ყოფილიყო მისი გაზრდილი ვარ ამ სპორტში დარბაზში როცა მოდიოდა სიმართლე გიხარ თან არ მიხარო და იმიტომ რომ ისე ეჭიდავებოდა პატარასაც როგორც მის წონასთან შეეძლო და რავი სულ ხანს წვიდან სისხლი მომდიოდა ხან რაღაც და აი იქ მოდის ყველაფერის აი როგორ თქვა ხასიათი იქ მოდის რომ აი მინდა რა მეც მინდა მოგება აი ეს მოდის იქ და მადლობა მას რომ დღეს აქ ვარ მისი დიდი დამსახურება ეს და თითოეული ჩემი გამარჯვება ყოველთვის ვიტყვი ამას რომ მიეძღვნება ნუგზარ-წურწუმიას სულს მოდი ისევ შენს წარმატებაზე გადავიდეთ მე ამბობდი კიდევაც მსოფლიო ჩემპიონატამდე იყავი იმედის მომცემი ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი რომელსაც ყველაფერი წინ ჰქონდა 18 წლის და უცბად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიღვიძე ძალიან ცნობილმა სპორტსმენმა რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობს და მთელი ქვეყანა მადლობას ეუბნება აი რას ნიშნავს ეს შენთვის და ალბათ ქუჩაშიც გრძნობ ამ სიტყვას ან სიყვარულს დიახ ქუჩაში რო გაველი უფრო იქით სამეგრელოში აქაც იყო რამოდენიმე ადამიანი ვინც მიჩნო მაგრამ იქით სამეგრელოში აი ნაბიჯ ვერ გადადგა მისე რომ აი ადამიანი არ შეხვდეს და არ მოგილოცოს და რავი ძალიან ემოციურად ხვდებიან რავი ბავშვები ხო მით უმეტეს ყველა მოდის ავტოგრაფი შეიძლება ფოტო შეიძლება და აი ძალიან მიხარია რომ პატარა ბავშვები მოდიან და აი ჩემთან ფოტოებს იღებენ და მე სოციალურ ქსელში საჯაროდ დებენ და აი ეგ შენ თქვი სხვადასხვა საუბრის დასაწყისში რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ 18 წლის ასაკში უკვე შენ ისეთი ბიძგი მიეცი მათ რომ ანუ
რაღაც შორეული პერსპექტივა კი არა, თუ სწორედ განვითარდები, ძალიან მალე შეიძლება. ძალიან ხელშესახებ მანძილზეა უკვე ეს დიდი წარმატება და აღიარება. აი, ესეც ხო უკვე შენი ცხოვრებისთვის ძალიან სამოტივაციო ამბავია. დიახ. რავი, ახალგაზრდებს მოახსენებ, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკში დაიწყებენ, თავარია იშრომონ, ჯანსაღი სპორტია, ჯანსაღი ცხოვრებაა და ჯანსაღ ცხოვრებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. რავი, შრომა ყოველთვის მოიტანს შედეგს. რამდენად შრომელია ახოლელოა? ამა ჩემ თავს მე თვითონ ვერ არა, აი რამდენად გადადებული გავს თავი, მოდი ესე ვიტყვი მაშინ, რამდენად სულ დარბაზში ხარ, სულ შენ განვითარებაზე ფიქრობ? რა თქმა უნდა. კვირაში 6 დღე ვარჯიშობ და ერთი დღე ვისვენებ ხოლმე რა და როცა შეჯიბრები მოსულია, სულ რეჟიმში ვარ, 11-ის ნახევარზე სულ გზინავს ხოლმე. სპორტსმენი ხარ ანუ. რა თქმა უნდა. თუ შედეგი გინდა, თავი უნდა გადადო დიდი შედეგებისთვის და რა ვიცი. მეც ჩემი უფროსი მეგობრებისგან ვისწავლე ეგ, თორემ მეც საიდან მეცოდინებოდა. და მინდა რომ გავუზიარო ჩემს დაბალ ბავშვს. შემდეგ რა თქმა უნდა თაობას. აუცილებლად უნდა კითხო 3 წელია ოლიმპიურ თამაშებამდე. შენი წონა, ეხლა ტრიუმფალური წონა არ არის ოლიმპიური წონა, მაგრამ ყველამ კარად ვიცი, რომ შენც მოზარდი ხარ, მოდი ესე ვიტყვი და 3 წელიწადში თავისუფლად პირიქით შენი წონა გახდება, ალბათ 60 კილო, თუმცა იქაც საკმაოდ დიდი კონკურენცია გელოდება. აი ეს ყველაფერი როგორ უნდა გავიაროთ? 60 კილო ოლიმპიური წონა, სადაც ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობა. რა ვიცი, ჩემი მიზანიც ეგ არის ოლიმპიური ჩემპიონობა და რა ვიცი, მწვრთნელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მწვრთნელების გარეშე არაფერი არ მოხდება. მწვრთნელებთან ერთად დაჯდებიან მწვრთნელები და გადაწყვეტავენ, ვინ რა წონაში იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონატს და რა ვიცი. თუმცა მანამდე შენ განვითარებას უნდა გააგრძელო, ხო შენ თავზე, რა თქმა უნდა. მაგრამ თამასა იმდენად მაღლა აწია, აი 18 წლის სოფლიო ჩემპიონი ხარ. შემდეგი გაჩერება ნამდვილად ოლიმპიადა უნდა იყოს. არ ფიქრობ ეს? ვეცდები ყველანაირად და ჩემი მიზანი ეგ არის ოლიმპიური ჩემპიონობა. ყველა სპორტსმენის ოცნება აი ეგ ოლიმპიური კვარცხლებზე თავარ საფეხურზე დგომა. აუცილებლად უნდა კითხო თუ გაიხსენებ ამ ემოციებში ყველაზე ემოციური სიტყვა რომელი მოისმინე და რომელი გახსოვს დღესაც. უკვე ჩემპიონის რანგში. რავი, ლეგენდა ხარ მეუნებიან და რა ვიცი, ეს იყო ერთ-ერთი ლეგენდა. უცხოელები რომ ხდებოდა იქ სპორტსმენები, ქართველი ლეგენდა ხარ ამას მეუნებოდნენ და რა ვიცი. მე მგონი სოფლიო ლეგენდაც ხარ, სოფლიო ჩემპიონი 18 წლის არავინ არ ყოფილა. მე რაც ვერ მოვიძია, ვერავინ და ასე რომ ძალიან მაგარი ისტორიის წერა დაიწყე და ეს უნდა გააგრძელო, ვახ. მადლობა. ეს წყალობით. გავაგრძელებთ? რა თქმა უნდა. დიდი მადლობა და ბევრი წარმატება შეეძლო. მადლობა თქვენ. ეს ახოლოლოა იყო, აი ძალიან ბედნიერი ვარ რომ უშუალოდ გავიცანი, ეს ძალიან მაგარი ადამიანი, მართლაც თავისი კუთხის ღირსეული შვილი და ძალიან მაგარი სპორტსმენი, თავისი საქციელებით, თავისი ასპარეზობით, მოკლედ დაიმახსოვრეთ ეს სპორტსმენი და ყველა ტურნირზე, ყველგან უკომაგეთ მას და მის თანაგუნდელებს, იმიტომ რომ ისინი საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას და ნაკრების თითოეულ წევრს.